იღებთ ელთოშენიშნას თუ არ იღებთ ელთოშენიშნას. ჩვენ სამჯერ წამოვწიეთ ეს საკითხი. კომენტარი კი ამ ერთ ფაქტზე უამრავი შეიძლება იყოს. და ეს ყველაფერი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ მზადდება მაესტროს ყველაზე რეიტინგული ток-შოუები. ამ გადაცემებზე ყოველდღე უამრავი ადამიანი შრომობს. მოდით, გავეცნოთ და ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი. I'ma say it's all about you, baby. It's all about you. Drew down in the house with my boy Piznock, you know what I'm saying? It's all about you. Yeah, I'ma say it's all about you, but you know I'm lying now. Yeah. გამარჯობა. Diana Trapaidze, ჟურნალისტი. მეცადინეო. რას მეცადინეო? აი მეცადინეო, დღის მთავარ ამბებს ვაგროვებთ. დილიდან ვიწყებთ აი ინფორმაციების შერჩევას, რომელი იქნება უფრო საინტერესო. ვცდილობთ, რომ ავწდეთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო გამოშვებები აშუქებენ, ცოტა უფრო განსხვავებულ ახალ ამბებს ვეძებთ. თეონა გეგელია, ჟურნალისტი. ჩვენ ვართ პირველი ток-შოუ, რომელიც გადის მთელი დღის განმავლობაში დღის შემაჯამებელი პრინციპში გადის პირველი. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ხოლმე ისეთ თემებს, რომელიც არის აი აუცილებლად ამ დროს უნდა მიაწოდო, ანუ და არის მე შემდეგ მოგვიანებით უკვე ნინო ჟიჟილაშვილის ток-შოუში შეიძლება იყოს თემაც განსხვავებული ან გაშლილი. არ გამოტოვო. ეს საინტერესოა. სუბიექტური აზრი. ცეას გადაცემას ვაწყობ. დებატები ახლა უკვე მაესტროს დაუდგეს. ყველაზე ცუდია სტუმრების ხვეწნა. გიორგის კარგად გამოსდით. არ მოდიან ხოლმე. ზოგი არ მოდის, ნაციონალები არ მოდიან არასდროს თითქმის. და ეს ყველაფერი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სიჭინავა ვიპოვნეს გზად თავისი სტუდიისკენ. ძალიან ძნელი საპოვნია. ძალიან ძნელი საპოვნია. ამ ხელმოწერლებზე სტუდია დამათვალიერებს, უშუალოდ არ შემომიხედავს მსვენია ხო. ამ ერთ სტუდიაში მყავს შემოკედლებული მთელი მაესტრო, მათ შორის თქვენს. ჩვენი კუთვნილი ერთი სექტორიც კი დავუთმეთ მაგვიძარას. გადად ვინც მე მიცნობს, მან იცი ძალიან კარგად, რომ ცხოვრებაში ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ხელებით ვლაპარაკობ სულ და ხმამაღლა საუბრობ. და გადაცემაში პირიქით ვარ ხოლმე გაეროს მისიის წარმომადგენელი, დროშა მიჭირავს და ვცდილობ, რომ გავაშველო. არავინ არ არის მაქლა? For so long you and me been finding each other for so long and the feeling that I feel ეს გადაცემა სწორედ იმისთვის არის, რომ ყველას მიეცეს საშუალება, რაც არ უნდა შენს მიუღებელი აზრი იყოს, გამოათქმევინო შენი თავისი პოზიცია იმ ადამიანს. თქვენ უკვე გაქვთ არგუმენტები იმისათვის, რომ უყუროთ არგუმენტებს. დღეს 11 საათზე კი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ვსაუბრობთ, დიახ. დღის ამბები პოლიტმეტრის საზომში. მე ვარ ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრის პროდიუსერი, რომელიც გადის ყოველ სამუშაო დღეს ოთხშაბათის გარდა პოლიტიკური მოვლენების მთავარი საზომი. მე მევალება თემების და სტუმრების შერჩევა, რთულია გადაცემაზე მუშაობა, რადგან უნდა გქონდეს ყოველთვის საინტერესო თემა, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გვაქვს სურვილიც, გვენდობოდეს რესპონდენტთა წრე და რაც მთავარია მაყურებელი. გადაცემის სტუმარი 6 ჟურნალისტის პირისპირ. მინდა თქვა, რომ ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს არ იწყება, იმიტომ რომ არასოდეს არ მთავრდება. როცა არხს აქვს 5 და უფრო მეტი ток-შოუ ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძნელია, რომ ერთი მაინც თქვა რაიმე მინს გამორჩე, ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი ჯაჭვი აი ამ შემაჯამებელი ток-შოუების ირღვევა. მაესტროში აღმოჩნდი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც მაესტრომ გადაწყვიტა, რომ თქვათ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ხასიათის გადაცემების გაკეთება. ვთქვით, ჩემი გადაცემა კვირაში ერთხელ გადის ეთერში და პრინციპში თუ
რთულია თემა, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ток-შოუებია მაესტროზე და ასე ვთქვათ, უკვე ერთხელ გადამღერებული და გადაღეჭილი თემა რო არ მოხდეს ახლა კვირის ბოლოს კიდევ. რაღაცა ისეთი კუთხით არის ეს ყველაფერი მოსაძებნია კუთხე, რომ ეს იყოს საინტერესო. ну ხან რთულია, ხან არ არის რთული. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვცდილობ თქვა ის თემა გამოვწიო წინ, რომელიც რატომღაც ჩვენს ток-შოუებში არ მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრობლემურია მაინც სტუმრები, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში არ არიან ბევრი მოლაპარაკე თავები. თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ. 30 წამი შეუულია შეაბრო